მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ნეტგაზეთის ლაივს და ვართ ახლა მოლოდინში, რომ რუსაველის მეტროდან დაიწყოს მსვლელობა მარში, დიუშენის მარში. ეს არის ბავშვების გამარჯვების და მადლობის მარში. ასე ვთქვათ, წუთი-წუთზე მსვლელობა დაიწყება. სადღაც 1 საათია უკვე აქ ხალხი იკრიბება და ემზადება მსვლელობისთვის. გაგახსენებთ, როგორ მოვედით ამ მსვლელობამდე და რა მოვლენები უძღოდა წინამ დღეს. დავიწყოთ ცოტა შორიდან, გავიხსენოთ დიუშენის პაციენტებისა და მათი მშობლების ბრძოლა, რომელიც უკვე 2 წელიწადს ითვლის. 2 წელია უკვე ისინი ჯანდაცვის სამინისტროსთან ცდილობდნენ მოლაპარაკებას და უწყების წამოყვანას იქამდე, რომ სახელმწიფო შემოეტანა დიუშენის სამკურნალო თანამედროვე პრეპარატები ქვეყანაში. ეს არის ის პრეპარატები, რომელთაც შეუძლიათ ამ პროგრესირებადი დაავადების შეკავება და მისი პროგრესის შენელება, ასე ვთქვათ. თუმცა უკანასკნელ დღეებამდე ეს მცდელობა, მათი ყველა მცდელობა იყო უშედეგო. მას შემდეგ, რაც მშობლები მიხვდნენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ამ დახურულ კარს მიღმა, ასე ვთქვათ, მოლაპარაკებებს აზრი არ ჰქონდა, ისინი გადავიდნენ პროტესტის აქტიურ ფორმაზე, გადავიდნენ აქციებზე. იცით ჩვენმა მაყურებელმა და მკითხველმა, რომ დიუშენის პაციენტების მშობლებმა, მათმა გულშემატკივრებმა სრული 45 ღამე გაათენეს კანცელარიასთან. ისინი ითხოვდნენ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას, თუმცა ირაკლი კობახიძე მათ არ ხვდებოდა. წინ უძღოდა დღევანდელ დღეს ასევე ირაკლი კობახიძის არც თუ ასე რომ ვთქვათ, რბილად მისაღები განცხადებები, მათ შორის ბრიფინგებიდან, ჯერ კიდევ ძალიან ცოტა ხნის წინ, მაისის შუა რიცხვებში. თუმცა მოვედით იქამდე, რომ ამ უპრეცედენტო არ მომერიდება ამ სიტყვის თქმა მხარდაჭერამ, რაც კონსოლიდირდა დიუშენის პაციენტების და მათი ოჯახების ირგვლივ, სახელმწიფო ერთგვარ ნაბიჯებზე და დათმობებზე წაიყვანა. გაგახსენებთ, რომ მოძრაობა დაიცავი ილიაუნის სტუდენტებმა სულ რამდენიმე დღეში შეძლეს 2 მილიონი ლარის მობილიზება. დღევანდელ მარშს ასევე წინ უძღოდა და ამ სახელმწიფოს მხრიდან დათმობებს შეხვედრა პაციენტების მშობლებისა პატრიარქ შიოსთან. 1 ივნისმა ღია წერილით მიმართეს ასევე ბიძინა ივანიშვილს და აქედან უკვე 2 დღეში, ეს იყო 3 ივნისი, თუ 4 ივნისი, ახლა შეიძლება დღეები მერეოდეს, ზუსტად, როდესაც კანცელარიაში, მთავრობის ადმინისტრაციაში მათ ირაკლი კობახიძე შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ მშობლები ბევრად იმედიანად იყვნენ განწყობილები და უკვე მეორე დღეს, აქედან მეორე დღეს, მეორე შეხვედრის შემდეგ გაცხადდა, რომ სახელმწიფო ქმნის სამუშაო ჯგუფს და მაქსიმუმ 2 თვეში, თვენახევარში გვექნება საბოლოო პასუხი 2 მედიკამენტთან დაკავშირებით, იმ 2 მედიკამენტთან დაკავშირებით, რომელთაც შემოიტანენ ქვეყანაში.
გაგახსენებთ ასევე იმას, რომ მშობლები ითხოვენ 4 მედიკამენტს. ეს 4 მედიკამენტი სხვადასხვა ტიპის არის, სხვადასხვა თერაპიაში გამოიყენება და სხვადასხვა საჭიროებებს აკმაყოფილებს. თუმცა, როგორც მშობლები გვეუბნებიან, გარდა ამ 2 მედიკამენტისა, რომელზეც უკვე არის პირობა, რომ შემოვა ქვეყანაში, დანარჩენ 2-ზეც გაგრძელდება მუშაობა. არის უკვე ერთში მოვიმდადოთ და ესე იგი ბავშვები მიდიან წინ, ბანერები მოყვება უკან და შემდგომ მოდივართ ყველა. დანარჩენი ვიცით უკვე როგორც ვაკეთებთ უკვე მე-5 თუ მე-6 მარშია და ასე ყველაფერი ვიცით, ხო? ხო ვისწავლეთ ყველაფერი. ნახლა კადრში ხედავთ კახა წიქარიშვილს, რომელიც ერთ-ერთი მშობელია. ეს ამბობდა, რომ უკვე ეს არის მე-5 თუ მე-6 მარში ყოველ კვირას, ბოლო რამდენიმე კვირა დიუშენის პაციენტების მხარდამჭერი მარში იმართება თბილისში. ეს მარში კი როგორც დასაწყისში ვთქვი და გავიმეორებ მათთვის, ვინც ცოტა მოგვიანებით შემოგვიერთდა, არის ბავშვების გამარჯვების და მადლიერების მარში, იმ გამარჯვების, რომ დაუღალავი 2 წლიანი ბრძოლის ღამეების თენების შემდეგ მშობლებმა და საზოგადოებამ მათთან ერთად მივაღწიეთ იმას, რომ გვაქვს პირობა 2 მედიკამენტის შემოტანასთან დაკავშირებით ქვეყანაში. მეგობრებო, ორიდან ბავშვები განყოფილი დანარჩენები ანების უკან ხდება. ყოველ ბავშვი მადლიერების მარში ან რა ჩავხობ და მეგობრებო და იმოთო Adi, jata watu wewe. Adi, wewe baba. Eti da video. Bukan saat ini tulis. Ada sudah ini tulis. იქნება გამარჯვების მარში. 3, 2, 1, დავიწყეთ! What a wonderful world. I see skies of blue and clouds of white. The bright blessed day, the dark sacred night, and I think to myself, what a wonderful world. The colors of the rainbow, so pretty in the sky, are also on the faces of people going by. I see friends shaking hands, saying how they do. They're really saying, I love you. I hear babies cry. I watch them
არის ნიუშენის მარში და ეს არის გამარჯვების მარში. ჩვენმა ერთიანობამ გამოიღო შედეგი და ჩვენ მივაღწიეთ ის რაც გვინდოდა. ბავშვებს ეკნება წამალი. ჩვენ აღარ მოგვიწევს ღამისთევა კანცელარიასთან. ჩვენ აღარ მოგვიწევს აქციების ჩატარება, საპროტესტო აქციების ჩატარება, რადგან ჩვენ უკვე გვაქვს შედეგი და ეს არის გადაწყვეტილება წამლის შემოტანის თაობაზე. ეხლა უკვე ჩვენ გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, როდესაც სწრაფად ვიწყებთ მუშაობას წამლის შემომტან კომპანიებთან. და ამ პროცესში ჩვენ ასევე გვჭირდება თქვენი დახმარება, თქვენი ჩართულობა, თქვენი რჩევები. განსაკუთრებით იმედი გვაქვს ექიმების მონაწილეობის და ექიმების დახმარების. ეს არის პროცესი, რომელიც ერთი პროცესი დამთავრდა და მეორე პროცესი ახლა იწყება. და ეს არის ყველა თქვენთაგანის დამსახურება. ეს არის საქართველოს დამსახურება. საქართველოს გაუმარ! 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 ბავშვებს გაუმარ! 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 გავაგზავნეთ. წავედით. განუსმენდით ახლა ერთ-ერთ მშობელს, კახა ქარიშვილს, რომელმაც აღნიშნა ის, რაც მე მაშინ დასაწყისში ვერ მოვასწარი, რომ მეთქვა. მას შემდეგ, რაც გაკეთდა კანცელარიაში ოფიციალურად განცხადება, რომ შემოვა ორი პრეპარატი, მშობლმა შეწყვიტეს პროტესტი ღამისთევა კანცელარიასთან და დაიწყო ბრძოლის და მუშაობის უბრალოდ მეორე ეტაპი. ეს არის კომუნიკაცია მწარმოებელ კომპანიებთან, რომლებიც მედიკამენტებს აწარმოებენ, რაც შესაძლებელია მალე მივიდეს ეს პროცესი ბოლომდე და რაც შეიძლება მალე შემოვიდეს ის ორი მედიკამენტი, რომელზეც უკვე არსებობს დაპირება ქვეყანაში. Of the rainbow, so pretty in the sky, are also on the faces of people going by. I see friends shaking hands, saying how do you do? They're really saying I love you. მეგობრებო, პირველ რიგში მანამ დავიწყებ შედახილებს, მანამდე მინდა მიულოცო დიუშენის ბავშვებს ეს წარმატება და მიხარია, რომ ბავშვებს ეკნებათ წამალი ძალიან მალე. თქვენ დაიძახეთ ქართველ ხალხს. ვის ეკუთვნის გამარჯვება? ვის ეკუთვნის გამარჯვება? ვის ეკუთვნის გამარჯვება? მეგობრებო, თქვენ დაიძახეთ ბავშვების სიცოცხლე. ჩვენ გვართიანებს! ჩვენ გვართიანებს! ჩვენ გვართიანებს! ჩვენ გვართიანებს! როცა ხალხი არ ცხრება! როცა ხალხი არ ცხრება! როცა ხალხი არ ცხრება! როცა ხალხი არ ცხრება! ჩვენი შვილები ჩვენი მომავალია. ჩვენი შვილები ჩვენი შვილები ჩვენი შვილები ჩვენი შვილები მეგობრებო, თქვენ დაიძახეთ, ერთად ვიმართვებთ. ერთად ვიბრძვით.
ერთად ვიბრძვით! ერთად ვიბრძვით! ერთად ვიბრძვით! როცა ხალხი არ ცხრება! როცა ხალხი არ ცხრება! როცა ხალხი არ ცხრება! Bravo.
კარგად, ძალიან მაგარი ბიჭი. თქვენ დაიძახეთ, ერთად ვიმარჯვებთ. ერთად ვიბრძვით! ერთად ვიბრძვით! ერთად ვიბრძვით! ჩვენ გვაერთიანებს! ბავშვების სიცოცხლე! ჩვენ გვაერთიანებს! ჩვენ გვაერთიანებს! ჩვენ გვაერთიანებს! ჩვენ გვაერთიანებს! There comes a time when we need a circle, when the world must come together as one. There are times when it's time to lend a hand to learn. Praise Him ვინც ცოტა მოგვიანებით შემოგვიერთდა, გეტყვით, რომ ეს არის დიუშენის მსვლელობა, რომელიც დაიწყო რუსთაველის მეტროდან, მივემართებით კანცელარიისკენ. ეს არის ბავშვების გამარჯვების და მადლიერების მარში, იმის აღსანიშნავად, რომ უკვე 2 წლიანი ბრძოლის, კანცელარიას აღამეების თენების, საზოგადოების უპრეცედენტო მხარდაჭერის, რომლის ძალიან დიდი წილი და დიდი მადლიერება ეკუთვნით სტუდენტებს, დაიცავი ილია უნის სტუდენტებს, რომელთაც სულ რამდენიმე დღეში შეძლეს 2 მილიონი ლარის მობილიზება. ეს არის ის თანხა, რომელიც უკვე გადაეცა ცხადია მშობლებს, მათ ორგანიზაციას, ფონდს და რომელიც მოხმარდება
დიუშენის პაციენტების სხვა საჭიროებებს, რაც რასაკვირველია მათ უხვად აქვთ მედიკამენტების მიღმაც. ეს არის სპეციალური დამხმარე საშუალებები და სხვა რაღაცა პირობები, რაც მათი ყოველდღიურობის შემსუბუქებას და ყოფის შემსუბუქებას ჭირდება და ამას მოხმარდება სწორედ ეს თანხა. გარდა ამისა, შეგახსენებთ ასევე იმას, რაც ალბათ ჩვენ მომაყურებელმა უკვე კარგად იცით, რომ სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი ოფიციალურად გაკეთდა განცხადება მეორე შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძესთან მშობლებისა, რომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და სულ ცოტა ხანში, ალბათ რამდენიმე თვეში გვექნება გარანტია და საბოლოო პასუხი იმაზე, რომ 2 კონკრეტული მედიკამენტი შემოვა ქვეყანაში და ის მისაწვდომი იქნება დიუშენის ყველა პაციენტისთვის. თუმცა ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მშობლები ითხოვენ 4 მედიკამენტს, ეს 4 მედიკამენტია, რომელიც თანამედროვე მედიცინაში მისაწვდომია დიუშენის პაციენტების მდგომარეობის შესამსუბუქებლად, ამ პროგრესირებადი დაავადების შესაკავებლად, რომელ 2 კონკრეტულ მედიკამენტზეა საუბარი, რომელსაც სახელმწიფო შემოიტანს, ეს ჯერ არ ვიცით, ეს არ საჯაროვდება, ყოველ შემთხვევაში იმ დანარჩენ 2-ზეც გაგრძელდება მუშაობა. როგორც ამბობენ თავად მშობლებიც.
40 ლარია. კიდე რომ დაიწყო მოდი შევენახოთ ხა ჩემთან
ხანი შევჩერდეთ მეგობრებო ცოტა ხნით მეგობრებო ჩვენ მიკროფონები დადგინას სადაც 550 დღეზე მეტია ხალხი არის გამოსული და იცავს თავის სამშობლოს და თავის ქვეყანას ეს ხალხი ჩვენ დაგვიდგა გვერდზე ამ ხალხმა ჩვენთან ღამეები ათენა ჩვენ მოგვიტანა სიტყვა ჩვენ მოგვიტანა სიყვარული და ჩვენ მოგვიტანა გამარჯვების წვენა მოდით ამ ჩვენებს ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენებს რომ ამ ხალხს მადლობა არ გადავუხადოთ ხალხს რომელიც 550 დღეზე მეტია დგას რუსთაველზე მოდით ყველამ ერთად და ვინც არ გვეთანხმებით შეგიძლიათ არ თქვათ არაფერი მაგრამ ჩვენებს არ შეგვიძლია მადლობა არ გადავუხადოთ მეგობრებო თქვენ დაიწერეთ ქართული ხალხი ვინი ბრძოდა ბოლშევიკისთვის ამასობაში დიუშენის მარში, რომელიც რუსთაველის მეტროდან დაიძრა და მოემართება კანცელარიისკენ, ცირახნით შეჩერდა პარლამენტთან, ვინც სულ წამების წინ ალბათ ვინც უყურებდით თავადაც მოусმენდით, ვინც ახლა შემოგვიერდა მათ ვეტყვი, რომ ერთ-ერთმა მშობელმა კახა წიქარიშვილმა მსვლელობაში ეჩერა და მსვლელობის მონაწილეებთან ერთად მათ ყველამ მადლობა გადაუხადეს იმ ადამიანებს, რომლებიც უწყვეტი პროტესტის მონაწილეები არიან უკვე 550 დღე დაახლოებით, რაც ყოველდღიურად აქ პარლამენტთან მიმდინარეობს აქციები და მოკლედ მარშის მონაწილეებმა მათ ყველას გადაუხადეს მადლობა, აღინიშნა ისიც, რომ ეს ის ხალხია, რომელიც დიუშენის პაციენტების, მშობლების და მათი ოჯახების გვერდით იდგა მთელი მათი ბრძოლის მანძილზე კანცელარიასთან გათენებული ღამეები მათ ერთად გაატარეს და უკვე არაერთხელ თქვი ამ ლაივის მიმდინარეობისას და კიდევ გავიმეორებ და აღვნიშნავ მოძრაობა დაიცავი ილიაუნის სტუდენტებს, რომელთაც რამდენიმე დღეში სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითი დადეს, უპრეცედენტო მობილიზება ქართველი საზოგადოების და მათ შეაგროვეს 2 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება დიუშენის პაციენტების სხვა ისეთ საჭიროებებს, რაცაც წამალი არ შოლის, მოკლედ ასე რომ ვთქვათ, და წამლის მიღმა აქვთ ეს საჭიროებები ამ ადამიანებს. კანცელარიისკენ.
თითქმის მოვედით კანცელარიასთან, სულ რამდენიმე მეტრი გვაშორებს იმ ადგილთან, სადაც 45 ღამე გაათენეს დიუშენის პაციენტების მშობლებმა თანამედროვე პრეპარატების მოთხოვნით, რომელთაც ამ პროგრესირებადი დაავადების შეკავება შეუძლიათ. ისინი ითხოვდნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრასაც, თუმცა ბოლო დღეებამდე ამაოდ შემდეგ საბოლოოდ ირაკლი კობახიძე შეხვდა მათ კანცელარიაში 2 დღე ზედიზედ და შემდეგ უკვე ბრიფინგით ოფიციალურად სახელმწიფოს სახელით განაცხადა, რომ მიღწა შეთანხმება იმაზე, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს 2 კონკრეტული მედიკამენტის უზრუნველყოფაზე. ციტირებ თავად ირაკლი კობახიძის სიტყვებს, საბოლოო გადაწყვეტილება და შედეგი, ასე რომ ვთქვათ, გვექნება დაახლოებით თვენახევარში, 2 თვეში, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია, საუბარია ისევ ხას უსვამ 2 მედიკამენტზე, თუმცა არა კონკრეტებენ რომელ 2 მედიკამენტზე, რომელთაც შემოიტანენ ქვეყანაში და ის მისაწვდომი გახდება, როგორც გვეუბნებიან, დიუშენის ყველა პაციენტისთვის. გაგახსენებთ, რომ 4 თანამედროვე პრეპარატი არის, რომელთაგან 2 მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებშია დამტკიცებული, ესე რომ ვთქვათ, 4-ვე არის შტატებშიც და ევროპაშიც. შეგახსენებთ, არ ვიცით, რომელ 2 მედიკამენტზე ალაპარაკი, რომელთაც საქართველოში შემოიტანენ, თუმცა ეს 4 მედიკამენტი პასუხობს სხვადასხვა საჭიროებებს, სხვადასხვა ტიპის მიდგომებისა და თერაპიის ფარგლებში გამოიყენება. ეს არის ჯიმინოსტატი, ლევიდისი, ეგზონსკიპინგი და რომელიღაცა მეოთხე ახლა მოვიწყდება, თუმცა გამახსენდება და გეტყვით, ყოველ შემთხვევაში რაც შეგვიძლია დღეს უკვე თამამად ვთქვათ, მშობლების 2 წლიანი ბრძოლის შემდეგ 2 მედიკამენტი ქვეყანაში შემოვა და ის მისაწვდომი გახდება დიუშენის პაციენტებისთვის და გაგრძელდება მუშაობა დანარჩენი 2 მედიკამენტის შემოსატანადაც. ასე ამბობენ მშობლები, რომლებიც იდგნენ მთელი ამ 2 წლიანი ბრძოლის ავანგარდში. და ეს მიღწევა და ეს გამარჯვება მათ ასევე დაუჯდათ კანცელარიასთან აი ამ სივრცეში, მზის ქვეშ, წვიმის ქვეშ, კარგ და ცუდ ამინდში 45 დღე ღამედ. იქამდე სანამ ირაკლი კობახიძე მათ შეხვდებოდა და ამ დაპირებას მისცემდა. მანამდე მშობლები უშედეგოდ ითხოვდნენ კობახიძესთან შეხვედრას, თუმცა რატომღაც ირაკლი კობახიძე ამ ნაბიჯს არ დგამდა იქამდე, სანამ მშობლები არ შეხვდნენ ჯერ პატრიარქს, შემდეგ ღია წერილით მიმართეს ბიზინა ივანიშვილს, ეს იყო 1 ივნისი და აქედან 2 დღეში იყო, რომ ირაკლი კობახიძემ ისინი შეხვედრაზე დაიბარა კანცელარიაში. პოლიციელები ისევ დგანან კანცელარიის შესასვლელთან.
მშობლები და ბავშვები უახლოვდებიან ტერიტორიას. და გესმით ალბათ, რომ ისინი სკანდირებენ მადლობას, რომელიც პირველ რიგში ეკუთვნის საზოგადოებას იმ სოლიდარობის და უპრეცედენტო მხარდაჭერის გამო, რაც მათ გამოიჩინეს დევიშენის პაციენტების და მათი ოჯახების მიმართ. ეს კი ვაკოა. ნეტგაზეთის ერთ-ერთი მთავარი გმირი. მეგობრებო, მაქსიმალურად შემოიშვიეთ, რომ ყველა გაედიოს. მეგობრებო, ვისაც გუშტები გაქვთ, ხოლმე რომ ერთად დადგეთ მაქსიმალურად, რადგანაც გუშტები უნდა გაუშვათ ცოტა ხანში. ჯერ არ გაუშვათ მეგობრებო ბუშტები, მე როდესაც დავიწყრი, შემდეგ გაუშვებთ. ცოტა ხანი ვიცით, მეგობრებო, არ გაუშვეთ არავინ ბუშტი. ახლოს ხوار მოვატანინო დინამიკი. სუერთი წუთი. ის დინამიკში. 5 4 3 2 1
გამარჯობა! ვისაკუთნის გამარჯობა! ვისაკუთნის გამარჯობა! არა, ესე ვიღაცა არ დათმოყო. გეკითხები და მიყასურე, ბატონ, მოხდი თავარში. აი საერთოდ აბრო მაგარი მეგობრებო, მოგესალმებით. ზონა არ ყოფილა დამკოლებების გარეშე. თუმცა რომ მიაღწიოთ ის გამარჯვებას, გამორიცხულია ის დამკოლებების გარეშე. გამორიცხულია ბარიერების გარეშე, რაც ჩვენ გავიარეთ 45 წლის განმავლობაში. მაგრამ თითოეულ გამოსვლაში სადაც ვიყავით ჩვენ, აქ ვიყავით ტელევიზიაში, სადაც ვიყავით, ყველგან ვიძახით, რომ ეს იყო ღირსეული ბრძოლა. და ამ ბრძოლაში გავიმარჯვებით ერთად და ვიამაყებით ერთად. ეხლა ვამაყობთ ყველა ერთად და გილოცავთ ამ გამარჯვებას. კიდევ თქვენგან გეგუებით ეს გამარჯვება, როდესაც ჩვენ დილოცებს ვიღებთ, უკან უბრუნებთ ყველას ამ დილოცვას და ვამბობთ, რომ ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვეთ ამ ბრძოლაში. ეს არ იყო მარტივი ბრძოლა. ურთულესი ბრძოლა იყო. ხალხო, ურთულესი, ძალიან ძნელი, მაგრამ სიმართლემ გაიმარჯვა. ყოველთვის ბრძოლას აქვს აზრი, მაგრამ განსაკუთრებით აქვს აზრი და ძლიერია ბრძოლა და შემართებით ხარ, როცა ეს ბავშვებს ეხება. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება და სწორედ ამ ღირსეულ ბრძოლაში გავიმარჯვეთ ჩვენ ყველამ ერთად. ეს არის ბრძოლა, სადაც დადასტურდა საბოლოო ჯამში, რომ ჩვენ ვამბობთ სიმართლეს პირველივე დღიდან. ეს დაადასტურა ყველა, მათ შორის სახელმწიფო, რომ ჩვენ ვიყავით მართლები და თითოეული სიტყვა ჩვენი იყო მართალი და ამიტომ გავიმარჯვეთ. სწორედ ეს იყო საწყისი ჩვენი წინაპირობა, ეს გვაძლევდა ჩვენ ძალას და როდესაც ჩვენ შევხვდით ბატონ პრემიერს და მივიღეთ გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, არა მარტო ჩვენ მშობლები, თქვენ მხარდამჭერები, უმეტესობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების იყო ბედნიერი, ჩვენ თავში გავფიქრდი და ესეთი რაღაც გავიფიქრე, რომ რა გვაძლევდა ჩვენ ძალას, რომ ყოფილიყავით და ვეთენებინა ღამეები, ჩვენ გვაძლევდა ძალას სიყვარული ჩვენი შვილების, გვაძლევდა ძალას მათი იმედის, ერთმანეთის სიყვარულის ისინი დაუმეგობრდნენ ერთმანეთს, გაიცნეს ერთმანეთი. ჩვენ მშობლების სიყვარული, ქვეყნის სიყვარული, თქვენი სიყვარული, თქვენი გამყნევება, ეს გვაძლევდა ძალას და ამან გაგვაცლებინა 45 დღე, მაგრამ ეხლა აქედან ამ გადმოსახედიდან როცა ვაკვირდები და ვაანალიზებ, არ იყო ნამდვილად მარტივი ბრძოლა. ჩვენ 2 წლის წინ დავიწყეთ მოძრაობა მშობლებმა, ძალიან მებრძოლი ხალხი გავეფრიამით. საერთოდ აქ სტატუსი ჰქონდათ ბავშვებს, არც გუნდი იყო. 18 პლუს არანაირი მოსახურეობა არ იყო, მედიკამენტებზე საუბარი ზედმეტი იყო და ყველაფერი გავაკეთეთ ხალხო თქვენი თანადგომით. ყველაფერი აბსოლუტურად რაც შეიძლება გაკეთებული იყო. უახლოეს პერიოდში ჩვენ მივიღებთ მედიკამენტებს, რაც შეაჩერებს დაამკოლებს და დაამარცხებს ამ დაავადებას და კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ გამარჯვებას ყველას. მე შევეცდები ქრონოლოგიურად აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ქალაქში ეპირადად არ მახსენდება, რომ მადლობის მარში გამართულიყო. არ ვიცი თუ ეს გახსენებათ, მაგრამ ეს არის ისტორიული დღე. ისტორიული დღეა ნამდვილად, რომ მადლობის მარში წარმოიდგინეთ სულ უყურებთ ჩვენ დაპირისპირებას, სიძულვილის ენას და ათასგვარ ცუდ რაღაცებს, რაც აქვს, მაგრამ მადლობის მარში გაიმართა. სწორედ ეს არის ჩვენი დამსახურება, ქართული ხალხის სოლიდარობის დამსახურება, რაც მოხდა. ქრონოლოგიურად შევეცდები, რომ ადამიანებს გადავუხადო მადლობა და გამოვხადო პატივისცემა, ვინც მიიღო მონაწილეობა. პირველ რიგში მე დავიწყებ მშობლები.
ავტობუსო გავიფრთხილეთ, ჩვენ ერთობით მივახციეთ ამ შედეგს. აქ თავმჯდომარეობა მოადგილეობა პირობითია, მაგრამ ჩვენ გავერთიანდით და დავიწყეთ ჩვენი მოადგილით ქალბატონი თაკოთის სამიშვილის დედა, რომელიც შეუპოვრად იბრძოდა. ხამერს აწევდა. არ ყველა გარკვეულება გადალახა ამ ადამიანმა. დედაყამ ტელევიზიაში იყო, როცა ვთხოვდით ერთმანეთს, აბა ვინ წავა ტელევიზიაში, არც ერთხელ უარი არ უთქვამს ამ ადამიანს და მე გაუცებული ვიყავი ენერგიით, რაც თაკოს ქონდა და დანარჩენ დედებს, ამ მებრძოლ დედებს. და მაგრამ შეუძლებელი შევჭერით. და ყოველი სიტყვა იქ ნათქვამი იყო ძალიან ძლიერი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მადლობა ქალბატონ თაკოს. მადლობა ქალბატონ ნატას, ალექსას დედას, ალექსა რომელიც არ ვიცი, დიური სიტყვებით გადაგებდა, ხალხო ეს ასწაული იყო. ამ ყველაფერში რა თქმა უნდა უფლის ხელიერია და უფალმა გადაწყვიტა რომ ასე ყოფილიყო. შემთხვევით არაფერი არ ხდება და ის სიტყვები იყო საოცრება, როცა ჩვენ ტელევიზიაში მივიდიოდით, ანუ სხვა ადამიანებს ვხვდებოდით. ალექსა, საბა, დანარჩენებს ბავშვებს ახსენებდნენ, რომ როგორ საუბრობენ ეს ხალხი, მე პირადად მაჩვენებდნენ ვიდეოებს ამ ბავშვების ვიდეოებს, როგორ რა სიტყვოთი, რა სიტყვით საუბრობენ ესენი და როგორი ფილები იყვნენ. მადლობა ნატას, მის მეუღლეს, მის ოჯახს, რომ ჩართულები იყვნენ ამ პროგრამაში ყველა. მედიდა მადლობა გადაუხადო, მადლობა ეხლა პირობითია, რა თქმა უნდა, კახა წიქარიშვილს. არ ვიცი ამ ადამიანს რა ენერგია გააჩნია ხალხო და მართლაც ცეცხლოვანი ადამიანია და ვიტყვი აქაც პატარა იუმორსაც გაურე, როცა ჩვენ პატრიარქთან ვიყავით და ძალიან წილი მიღება იყო. კახა ხდებოდა რომ როდესაც ის პატარა ასებში სახარებას კითხულობდა, ცეცხლი გადმოვიდა მასზე. რამოდენიმე წუთი. და ეს გაოცებული დასვი, სინოდის წევრები, მეუფეები, პატრიარქი და როდესაც ფოტოებს ვიღებდით, პატრიარქმა მოიკითხა, ცეცხლოვანი ასეთ არის მოვიდეს ჩვენთან. და დღესაც იკითხა პატრიარქმა და ეს ვახარებს, მაგრამ მე მინდა ვთქვა, ამ ადამიანს გააჩნია უშედეგი ენერგია. პირველი ღამე ისე დაემთხვა რომ მე გავაკეთე პირველი ღამე და როდესაც გავიკვირდა უცებ. რა ვახარ, ბიჭო და გავიკვირდა, კახა და კანცელარია, მე დღეს სადა ვარ. ეს ვარ და ყოველდღე ასე იყო კახა. მე მინდა მადლობა გადაუხადო სულიად მის ოჯახს და განსაკუთრებით ჩვენს უხუცეს მებრძოლ წევს ქალბატონ თისანას. უღრესი მადლობა ქალბატონო თისანა. არ ვიცი 85 წლის ასაკში ხალხო თუ ვინმეს ესეთი ენერგია გააჩნია, თუ მას არ ძევს სიყვარული, ბავშვები, შვილები, ბებია, ქალბატონი. ილიანის უნივერსიტეტის სტუდენტები როდესაც მოვიდნენ და ამბობდნენ რომ 151,000 ნავი იყო უკვე შეკრებილი იმ დროს, ქალბატონმა საფულიდან თანხა მოიღო და ამათაჩუკა საჭმელი იყიდეთო, წარმოიდგინეთ ხალხო, რა გააკეთა ამ ქალბატონმა და უშედეგი ენერგია, არ ვიცი, პირველი მეთხიდან ჩვენს ფერში ეს ქალბატონი. უღრესი მადლობა ქალბატონო თისანა. ამ შემართებაში ჩვენ მოგეცით მაგალითი არა მარტო ჩვენ ქვეყანას, ჩვენ შეხვდა ყველა უნდა იყოს მაგალითი ჩვენგან ამას თამამად ვიტყვი ამ მებრძოლი მშობლებისგან და რა თქმა უნდა დედებს გამოხო. მე მინდა მადლობა გადაუხადო ქალბატონ ეკას და მის ოჯახს. მის მეუღლეს საბას. ეკა ყოველთვის იყო ამ ბრძოლაში დასაბუთებულად, არგუმენტირებულად. ის პროფესიით ექიმია და ძალიან ძლიერი იყო მისი დასაბუთება, ძალიან ძლიერი იყო ნებისმიერი შეხვედრის დროს და უღრესი მადლობა ეკა ამ ბრძოლის და თავდადებით. მე მინდა მადლობა გადაუხადო დღეობით. მანაგაძე ადამიანი რომელსაც ვეუბნებოდით ხშირად რომ პროფესიით ფსიქოლოგია და შეძლებ გამოსვლას ყოველთვის თავს იკავებდა და მიკვირდა. ეს პირველი გამოსვლა იყო, სადაც ხელები უადგა და ვინანი ის ჩემი ესე რომ თქვა ნახევრად ხუმრობით ნათქვამი რომ მას შეეძლო, მაგრამ მან შეძლო გადალახა ეს ბარიერი შვიდი სიყვარულით, რა თქმა უნდა და როდესაც ის პირველად გამოვიდა ფორმულას ეთერში, მეორე დღეს გადაწყდა ეს საკითხი და ივლიანი აღვიცა მისი გამოსვლა ტელევიზიაში და მადლობა ბევრ ამის, მადლობა მის ოჯახს. ქალბატონი აზა, რომელიც გენია და რა თქმა უნდა იბრძოდა და მის ოჯახთან, მეუღლესთან ერთად, ოჯახთან ერთად თავგამოდებით იბრძოდა იმისთვის რომ მიგვეღწია, სადაც მისი შვილიშვილი საბრანგენშია და ჩვენ იმდენი რამ გავაკეთეთ, რომ აუცილებლად დაბრუნდება. ის და დაბრუნდება ყველა აქ და აქ მიიღებს თავის ქვეყანაში და ჩვენ მივახდეთ იმას, რომ არავინ არ გაიქცევა ჩვენი ქვეყნიდან. ეს უნდა გახდეს მაგალითი. იშვიათ დაავადებებში ხალხო მე არ მინდა არასწორად ვინმეს მოუწოდა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს იშვიათ დაავადებებთან ბრძოლის ერთიანი სტრატეგია. ეს აუცილებელია, რომ არ იყოს მშობლების დეპრესიაში, არ უწევდეთ გამისცევა, არ უწევდეთ ქვეყნიდან გაქცევა. ეს აუცილებელია, რომ ეს მოხდეს და არ იქნება. ყველა დიდი მადლობა ქალბატონ ლიტანს, გიორგი სამყარაძე, რომელიც
აი არ ვიცი ხალხო ყოველ დილით 9 საათი აქ იყო ყოველ დილით და ხო 8 ვაგში მქონდა ის მეუღლესთან ერთად კალათონ დათიასთან ერთად მოკლედ თეოს მადლობა დედელუს კეთი ეხვაიას მის ოჯახთან ერთად და ყველას შეიძლება ვიტას გამომჩეს დაბადეთ ყველას მეუღლესე მახსენებ კახა ზედან ოჯახი თორსა მოკლედ კალათონ ლარისაც ნახეთ არ ვიცი კალათონი ნია რომელიც ახლა შემოგვიერთდა ზუგდიდიდან და ყველას დიდი მადლობა გაბატი შესაძლოა ვიღაც გამომჩეს მაგრამ შობლებს დიდი მადლობა ყველას ესეთი თავგანწირისთვის რამაც მივიყვანა ამ შედეგამდე უღრმესი მადლობა ყველა მშობლებს მე მით ასევე რა თქმა უნდა ყველა მონაწილეს მოუხადო მადლობა და ჩამოყვები აუცილებლად მინდა თქვა ვინც არ წაგართვევს დავიწყე ბატონი გიორგი კალათონიშვილის რომელმაც შეძლო შეუძლებელი ერთმა ადამიანმა ჩვენს ანგარიშზე 180,000 ლარი შეაგროვა ხალხო პლუსკულებით და ეს იყო საზოგადოების პირდები გაერთიანება და მადლობა ბატონ გიორგი რაღაც ფორმის ხდება საზოგადოების გაერთიანება რაღაც სოციალურ წრეში რაღაც გადაღიარებით თანხის აგროვებით და ნებისმიერი ფორმით ეს ამ ადამიანმა ეს გააკეთა ასევე ემიდა ილიანის სტუდენტების მოძრაობა დაიცალა ილიანის სტუდენტებმა სასწაული გააკეთეს ხალხო ჩვენთან ერთად რა თქმა უნდა მათ სტრიდის პარკში 3 დღის განმავლობაში შეაგროვეს 1,5 მილიონზე მეტ და დიდი მადლობა ამისთვის მათ საბოლოო ჯამში ეს თანხა 2 მილიონამდე გაიზარდა და უკვე გადანაწილებულია თითქმის ჩვენ ხეს მოვაწერთ და თითოეულ ტრანზაქციაზე ყველა ასე რომ ვთქვათ გამგეობის წევრის და თლიანად ორგანიზაციის ყველა წევრის თანხმობა იქნება გამოხატული თითოეული ლარი იქნება საჯარო კრედიტებია სოციალურ წრეებში აი ააგროვეს თანხა და ეს თანხა რატო ააგროვეს ამ ბავშვებმა და სხვა რაღაცის გამო გვარ გააკეთეს არანაირად კიდევ ერთხელ ვიტყვი საკვებიც არ იყიდეს ამ ხალხმა საკვებიც არ იყიდეს იმ თანხით ბოლო ლარი და თეთრი დაიწყეს ჩვენს ანგარიშში და დიდი მადლობა მათ ამ გამარჯვებისები არიან საიმედო თაობა ასევე მე მინდა დავიწყებ რა თქმა უნდა მადლობა მინდა გადავხატო საპატრიარქოს რომლებაც მიგვიღეს მოგვისმინეს და დარწმუნებული ვარ რომ გადაწყვეტილებას უდიდესი ფული მიუძღვით მათ ჩვენ ზუსტად არ ვიცით მაგრამ მთლიანობაში ძალიან მაგარი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ჩვენს პატრიარქს დიდი მადლობა ამისთვის დღეს თვითონ მიიღო დალოცა ჩვენი ბავშვები აზიარა საჩუქრები გადასცა კიდევ ერთხელ და დიდი მადლობა საპატრიარქოს და ჩვენს უწმინდეს ამ გადაწყვეტილებისთვის და ასეთ თბილეთ მიღებისთვის და დალოცას ეს იქნება მაგალითი რომ ყველა აბსოლუტურად ეკლესია ხელისუფლება საზოგადოება ყოველი ასეთი პრობლემის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს და მაშინ დავამარცხებთ ყველა პრობლემას ჩვენს ქვეყანაში მე მინდა მადლობა გადავხადო კალათონ კეთევა ბაკარაძის პარლამენტის წევრს და იკაპიტანს რომლებიც მოდიოდნენ თამამად რა თქმა უნდა და ეს სითამამე მათ გაყოფა მთელი ცხოვრება ჩვენ გვეამაყება მათი სითამამე იმიტომ რომ ჩვენს გვერდში იყვნენ და იქედან სადაც იყო საჭირო პარლამენტიდან საჯაროდ ამბობდნენ სათქმელს და იცავდნენ ჩვენს უფლებებს ბოლომდე დიდი მადლობა ამისთვის კალათონ კეთილთან მის ოჯახს გამოყვები მოკლედ რა თქმა უნდა ლაშა ჯანძღავას გმირია და აღარ გამეორნები რაც მან გააკეთა და დიდი მადლობა ლაშა შარი ჩვენი იმედი და მომავალ თაობის იმედი წარიწყებზე გავაკეთებ აქცენტს დიდი მადლობა სკოლის მოსწავლეებს ძალიან ბევრი სკოლის მოსწავლეებმა ხალხო დაიწყა თანხები მასწავლებლებმაც სანამ წარიწყებს გავაკეთებ არ შემიძლია არ აღვნიშნო კალათონი ნინო ქათამაძეს ჩვენი გვერდში ყოფნა არც ერთი ჩვენი შეკრება მასაც გამოუწევია ხალხო აქ ის არის ერთ-ერთი მშობელი ესე ვიტყვი და ჩვენი წევრი ჩვენი ოჯახის წევრი უდიდესი ძალა მოგცა მისმა სიტყვებმა გვერდში დგომა თანადგომა დიდი მადლობა ნინო ამისთვის ჩვენი ოჯახის წევრი ხარ გვეამაყებით და დიდი მადლობა ამ ყველაფრის ასწრებს შეძენით და გააკეთეთ დიდი მადლობა ნინო ორდენიძეს რომელიც იყო და არის ლიდერი მალა მოგებული იყო ხალხო ეს ადამიანი ჩვენს გვერდით მე არ ვიცი ესეთი გავგანწირვა ყველაზე შემიძლია ძალიან ბევრი ვისაუბრო მაგრამ გამიგრძელდება ხმალა მოგებული და ჩვენ პირდაპირ და გადატანის მნიშვნელობით ნინო წნეთში ცხოვრობ დავაფით ნინო წნეთები შეერქვა ხალხმა შეარქვა სახელი ნინო წნეთები სახელი გვარი ნინო რა თქმა უნდა სახელია მაგრამ სერტონიმი ექნება წნეთები
და დიდი მადლობა ნინო ამისთვის. არა ბატონ ჩვენ თქვენ ყველა ისია დაავადებაზე ყველასე იმედებით და იმედებით თეთრ ქვეყანა თეთრ ერთად დიდი მადლობა ამ ყველაფერს. სალომეს სიმონიაზე მინდა ვთქვა, ეს ადამიანი ხალხო არის კარგი გაგებით, აი ბოლომდე აქტივისტი, რომელიც ყველა პრობლემის ირგვლივ ეს ჩდება, იქ ჩდება იმ წელიწადში, სადაც საზოგადოება ჭირდება დახმარება. ჩვენ გვახსოვს ძალიან ბევრი ბრძოლა, შემართება, ერთგულოვნება, სადაც სადარაჯოზე იყო და დიდი მადლობა სალომე ამ თანადგომისთვის. გვეამაყები და გვეიმედები. ჩვენ ვჯერა რომ ყველა პრობლემის ირგვლივ, სადაც სიმართლე უნდა ითქვა, სადაც მხარდაჭერა სჭირდება ადამიანებს, თქვენ ყოველთვის იქნებით ამ ადამიანების გვერდში. დიდი მადლობა ამისთვის. დიდი მადლობა ყველას, ვინც თითოეული ლარი გაიგო ხალხო ჩვენს რანგანისზე. დავიწყებ აი მაგაზია ვიშლისტი, მაგაზია დომინო, სადაც ჩვენ მივედით ბეკაშონიასთვის გენერატორის შესადენად და როდესაც გაიგეს აი შეწუხებული სახეები ქონდა და ვიფიქრე რა უნდა ამ ხალხს ვიკითხავთ და მეტი არ შეგვიძლია 1000 ლარს დაგიკლებო. წარმოიდგინეთ როგორი სიტყვა დავინახეთ იქიდან და ამ დღიდან დაიწყო ილიანის უნივერსიტეტის ესე რომ ვთქვათ აქტივობა და შეგროვდა ის თანხა. დიდი მადლობა ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ პროცესში. დიდი მადლობა ალბათ მოსამართლეს რომელმაც ტრენინგი ჩაატარა, აგვიქნი მაინც სახეს გაგვარს და მთლიანი თანხა 2800 ლარი გამოდიდნენ გაატარებდა ტრენინგს სულად გადმორიცხა ჩვენს ანგარიშს. დიდი მადლობა CTC ბანკს, რომელიც ყოველდღიურად ნაწილობრივ თანხებს რიცხავდა ჩვენს ანგარიშში. დიდი მადლობა შპს Royal Time Live, ხალხის წყაროს, კომაგებს, ირაკლიაში, ანსამბლი კოლხი და ზოდი პლუსი. დიდი მადლობა მამას, რომელმაც სახელმწიფო შვილების სახელებს ლუკასა და ნოელმა ესე მიაწერა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, რომლებაც გამორიცხეს 10000 ლარამდე თანხა. დიდი მადლობა ყველას, ვინც თითოეული ლარი ჩარიცხა. და ასევე სოციალურ მუშაკებს, კლასიკური გიმნაზია, 61 სკოლის მასწავლებლებს უღრესი მადლობა და ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია, ხალხო ალბათ არ იქნება 5%. ვერ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ არ ვასხვავებთ, ვინ ლარი ჩარიცხა და ვინ 10000 ლარი ჩვენს ანგარიშში. ყველამ გაიგო სიკეთე და ერთი ასეთი ტრანზაქცია იყო. დანიშნულებაში ეწერა 92 თეთრი იყო ჩარიცხული. ნახეთ, რაც მქონდა, ხვალ კიდევ ჩავრიცხავ. დიდი მადლობა დიდი მადლობა შეგეძლო Toyota Century. დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს ტრანზაქციები განახორციელა, ბოლომდე რა თქმა უნდა ძალიან დიდ დროს აიღეს და ისე გრძელდება ეს ჩარიცხვები და ეს არის საზოგადოების სოლიდარობა და დიდი მადლობა ყველას. დიდი მადლობა პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის, თამარს და მის გოგოებს, აქ არიან და ჩვენთან იყვნენ ყოველდღიურად. თამარის ბავშვი მინეცები ნათლულია. ეს არ განსაზღვრა ეს ამ თანადგომას. ჩვენ ერთად მოვდივართ, კოლეგები ვართ და ისინი ბოლომდე არა მარტო პროფესიული თვალსაზრისით თვალწრემლიანები იყვნენ და როგორც ჩვენი დედები ისე ტიროდნენ. ისე განიცდნენ ამას და დიდი მადლობა კიდევ. დიდი მადლობა ექიმებს, დავიწყე ბატონ მირზა ექიმი, ღვაშა ექიმი, რა თქმა უნდა, რომლებიც ყოველთვის შემდგომში იყვნენ. და დიდი მადლობა უცხოეთში მყოფ ექიმებს. მე ვიტორიკა არ შევიცვლია და აქვე ვიტყვი, არავინ ის პროფესორ ვიტორიკა შევიცვალე. ძალიან ცუდი რამ იყო, როდესაც ექიმები არ ლაბარაკობდნენ ჩვენთან და ვერ ლაბარაკობდნენ. ეს აღარ უნდა გამეორდეს სხვა ბრძოლის დროს. სწორედ ბრძოლა რომ იყო ჯანსაღი და საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, იმ დარგის სპეციალისტებმა უნდა ილაბარაკონ და არავინ არ უნდა აუკრძალოს მათ საუბარი. ბოლოს როცა დავკიდა რომ ჩვენ იყო ხმა იყო მართალი, ჩვენმა სიმართლეს და ექიმებიც მათ შორის ვის თავს უნდა საუბრობდა ბიჭებთან მხარს გადაწყვეტა ისე როგორც უნდა გადაწყვეტილი იყო. ჩვენთან არ ვიცი სახეს და გვარს. გამგამობით ჩვენთან ექიმები მოდიოდნენ და ბიჭებთან მხარს. ეს არ უნდა მოხდეს ჩვენს ქვეყანაში. თავის უნდა დასაუბრდეს ყველა პროფესიის წარმომადგენელი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეფექტურად, დროულად და სამართლიან გადაწყვეტა ყველა საკითხი ამ შემთხვევაში და არავის არ უნდა შეეზღუდოს ეს. ეს ვინც გააკეთა, ბუნებრივია, რა შემთხვევებიც იყო, ყველა უნდა მიიღოს თავის თავს. დიდი მადლობა
უცხო ადამიანებს, ვინც აქ მოდიოდა, დღეს ჩვენ გადავყალეთ, გონი ეს ხალხი მე-7 მარშია ხალხო და მართალია მადლობის მარშია და იქახმა თქვა, რომ რა მაგარია დავიმარჯვეთ და ყოველ კვირა აქ მოდიოდნენ და სავსე იყო ეს პარკი. ყოველ კვირა აქ იყვნენ და არ იყო ეს მარტივი. ეხლა მე თუ წარმოვიდგინე ჩემს თავზე სიჯილას თქვა და 100 ჯერაც, მაგრამ რადგანაც გავიმარჯვეთ ისოდენობად ეს არ არის, მაგრამ დიდი მადლობა მათ, ნაცნობებს და დიდი მადლობა ძალიან ბევრ უცხო ხალხს, რომელიც აქ მოდიოდა. ყველა დიდი მადლობა. მაგას კიდევ ერთხელ ვისწრებ არაერთი გამოსვლებში, რომ სწორედ ეს არის ხალხო ქრისტიანობა, რაც ჩვენ გადაგვარჩენს და რამაც მოგვიყვანა აქამდე, რომ სხვისი გაჭირობა ჩვენ მივიღეთ და მიიღეს ამ ხალხმა და დავგიდგნენ ბერჩი. სწორედ ეს არის ქრისტიანობა. და არა ის კიდევ ერთხელ ვისწრებ არ შემიჩნია რიტორიკა ის, რომ 20,000 ადამიანმა ჩაუარა ამ ბავშვებს ოჯახის სიწმინდის დღეს და იქ არავინ არ მისულა. ეს არ უნდა გამეორდეს. უფრო მეტი შეგნება, უფრო მეტი დაფიქრება საჭირო, რომ სწორი ნაბიჯები გადაიდგას. ეს ხომ დადგინდა და დაზუსტა, რომ ჩვენ მართლები ვიყავით. ეს უკეთესი იქნებოდა, მაგრამ არა უშავს. რაღაც შემთხვევებით ჩვენ გაგდებით და ვყალიბდებით როგორც ქვეყანა. დიდი მადლობა ჩვენს ხმას, ბუტა ჯავახიშვილს. ამ ადამიანმა შეუძლებელი შეძლო ხალხო. ესეთი შემართება იშვიათია. ყველა მარშზე როგორი შემართებით, აი პირველ დღესო ნახე მეთქი, ეს ადამიანი არ ვიცი რა უწოდო, როგორი შემართებით, იქა ბოლომდე ჩვენს გვერდზე. როგორი შემართებით, ადამიანი, რომელიც არ შეუშლდა სხვა პროცესებთან გაუმდანელ ჯარიმებს, რომელიც სადაც ეხლა მოსამართლე დააჯარიმა, ისმადან თანხა აუგროვა და ესეთი ადამიანები თქვა ქვეყანაში და მადლობა მოსამართლის დას, რომელსაც ეს ნაბიჯები გადადგა. მადლობა დუტას, რომ ესეთი მაგარი ადამიანია და მაგარი მიწია ჩვენ ერთში იყო ბოლომდე. და მე მინდა ყველა ჟურნალისტს, მედიის ყველა წარმომადგენელს გარაგიხადოთ მადლობა, რომლებსაც თვალებზე წრებლები ჰქონდა და არა მარტო ის, რომ თქვენს მოვალეობას ასრულებდით, სადაც მივდიოდით, ყველგან ვხედავდით თანადგომას, უცხო თანადგომას, ხალხო ჟურნალისტების მხრიდან. არ ყოფილა არც ერთი ჟურნალისტი, რომ შინაგანად ეს არ გვექცნო. დიდი მადლობა ამისთვის თქვენ და დიდი მადლობა და გისურვებთ ყველას, რომ გამარჯვებულ საქართველოში გესწრებთ და განსხვავებული ტელევიზიები არ ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში. ერთიანი მისიის გაერთიანებული იყო ყველა ჟურნალისტი და ყველა ტელევიზია. აი ამ აკულტურას ჩვენს ქვეყანაში. მე მინდა ერთგვარად, აი ნახეთ, არც ერთი გადაცნობა არ ქონია ჩვენს ორგანიზაციას. აქ არიან პოლიციის თანამშრომლები, მათ ოჯახები ყავს, გასაუბრა და ძალიან კარგი ხალხი არიან. არც ერთი დაპირისპირება არ მოხსნია ჩვენ. რატომ? ჩვენს გარდამტეხი არანაირი პროვოცირება მათი მხრიდან არ ყოფილა. ბოდიში მე რომ ამერი ხარ ეს პერიოდი შეგატუხეთ და ესე გამყოფეთ, მაგრამ ეს იყო აუცილებელი. მადლობა თქვენი პროფესიული მოვალეობის უსაშეწრულებით. დიდი მადლობა გითხოვთ. მიუხედავად იმისა, რომ ბუფები, კარვები, დასაკეთის კარი ვერ შემოვიტანეთ, ჩვენ ამ პოლიციელებს მაინც მადლობა გიხდით. ეს არის ამათი უბრალოდ ამათი არიან. ეს მოვალე გავიქორეთ. დიდი მადლობა ხალხო, აბატიეთ გამიგზავნა, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი, აი ბავშვებს, რომლებიც აქ იდგნენ და თვალწრემლიანები იყვნენ და მთელ საქართველოს ნახა მათი თვალწრემლიანი სახეები. ეს იყო გულწრფელი წრემლები. თითქმის ყველა დღეს არა, მაგრამ დღეს არ გვაქვს, რა თქმა უნდა, წრემლები, ეს ემოცია, რაც წინა მარშებზე იყო, მაგრამ ბავშვები, უცხოები, რომლებიც მოდიოდნენ და არ იყო ოჯახის წევრები, ნათესავები ამ ბავშვებში. ხარეს წრემლები კი რომ დიდი მადლობა მათ, ბავშვების წრემლებმა, ჩვენმა სიყვარულმა, ჩვენმა თანადგომამ, უფლის ძალამ გადაგვარჩინა ჩვენ და მივედით იქ გამარჯვებამდე რაც მოხდა. და ბოლოს მოკლედ ვფიქრობდი უნდა მეთქვა თუ არა. ჩვენ ამ პერიოდში ვიხილეთ ძალიან ბევრი გაშავების მცდელობა. იყო მედიკამენტების გაშავების მცდელობა, იყო ის რომ ემამაგიერა თუ FBI, იყო სტუდენტების გაშავების მცდელობა, იყო ფარმაცევტული კომპანიების გაშავების მცდელობა და გამოჩნდა ერთი ქალბატონი, რომელსაც შევარქვით აინშტაინი. ეხლა ნახეთ გაგიკვირდებათ, მაგრამ დიდი მადლობა ქალბატონო აინშტაინა, იმიტომ რომ ჩვენ გაგვაძლიერეთ. არ შეუშლით ჩვენ ესე რომ პოლიციასთან ჩვენ უფრო გავძლიერეთ და ყველა
აი ასე რომ თქვა, მაპატიებს ამ გამოთქმისთვის აინშტაინებს მადლობა, რომლებიც ჩვენ არ მართდებოდით, ამჩერდებოდით და უფრო გვაძლიერებდა მათი ეს როცა დამოკიდებულება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველა სხვასაც ვის კალბატონი დამიცა უკვე მეჩხუბება. მადლობა მიყვარხართ ყველანი, დიდი მადლობა ყველასთან თანამშრომლებს. როგორ მიხარია, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. ისეთი ძნელი გზა გავიარეთ ჩვენთან ერთად და ვიგრძენით თქვენი სითბო სიყვარული, აი ისე რომ არ ვიცი. ესე იგი, შიო და საჭმელი მოგქონდათ, ყურო და წყალი მოგქონდათ, ციო და ცხელი წყალი მოგქონდათ, ყავა, ჩაი, გრელკები, რა ვიცი. აი ყველანაირად გაგვაჩნდეთ. ხო, აი ისეთი მხარდაჭერა იყო, რომ ძალიან შეხვედით ჩვენ მდგომარეობაში და გინდოდა ჩვენთან ერთად რომ გამარჯვებულ ვიყავით. ღამეებსაც ათენებდით ჩვენთან ერთად. ხახნო, დიდი მადლობა თქვენ გარეშე, ნამდვილად ეს გამარჯვება არ იქნებოდა. თქვენი მხარდაჭერა, თქვენი აი რა ვიცი, დაჭერება რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა, ძალიან გაგვაძლიერა. ცალკე მადლობა სტუდენტებს, რომ ამხელა საქმე, ამხელა შრომა გააკეთეს ჩვენი ბავშვებისთვის, ჩვენ გამარჯვებისთვის. არ ვიცი, სიტყვები არ ამას. მადლობა სულყველას, მადლობა საქართველოს, სულყველა მოძალათებს, ვინც აი დაიჯერა ჩვენი გამარჯვება, დაიჯერა საქმარგარეთი ვერჩი იდგნენ ჩვენთან ერთად, ფულადად, მორალურად და ეს არის საერთო გამარჯვება, ხალხის და ჩვენი. მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენ ხალხს, საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს. მადლობა. მეგობრებო, ბექაშონი არის ხაზზე. დავახმევთ ყველა, დავახმევთ. ძალიან მეტნიერი ვარ. გავიმარჯვეთ. კიდეთი კონკრეტ გავიმარჯვეთ. მადლობა საზოგადოებას. Конкретно давайте. Так, надо снизить. Очень сложно поприехать. Как же нас намалевало. Это стало иначе. Да, я не говорю. მეგობრებო, ისა ბეკა, შეგიძლია კიდე ვისაუბრებ, არ შეერთებული. კარგი. და მადლობა მინდა გადავხალო კიდე. სტუდენტებს ველი შეიტანეს. ჩვენს ახლავად. მილიონი სტუდენტებს. ისტორიაში შემოსმოლა. ისეთი რაღაც გააკეთეს. ძალიან მეგობრებო. ბექაშონიას გაუმარ! 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 ბექა, დიდი მადლობა. გაიხარ. ნინო, ახვედი? მოდით, ყველა ბავშვი მიცეთ ახლა სიტყვა და მშობლებს კიდევ გავაგზავნოთ მშობლებს გამოსვლას ცოტახნით. ბექაშონიას სიტყვის შემდეგ მინდა რომ ყველა ბავშვმა თქვას თავის სიტყვა. მოდი, საბა შენგან დავიწყო. პირველ რიგში მოგესალმებით ყველა ადამიანს. და იმით დავიწყებ, რომ მოგესალმებით. პირველ რიგში გადავხდით ლეონის სტუდენტებს მადლობას 45 დღის განმავლობაში ჩვენ გვერდით რო იყვნენ და ღამეებს ერთად ათენებდნენ. გადავხდით საზოგადოებას მადლობას, ვინც 45 დღის
განმავლობაში ასევე იდგა ჩვენ გვერდით. და მართლა ბედნიერები ვართ, მოგვეცა ცხოვრების იმედი და ღიმილი დაგუხნეთ სახეზე და ამისთვის მადლობელები ვართ. ასევე გადავხდი იმ პირებს მადლობას, ვინც მიიღო გადაწყვეტილება და არ დაგვდო ამ რთულ პერიოდში მარტო. მადლობა. მადლობა ყველას. მადლობა ყველასთვის. მოგესალმებით. მინდა მადლობა გადაუხადო ყველა თითოეულ ადამიანს, ვინც მოდიოდა ამ აქციებზე, მხარს უჭერდა მშობლებს და ამ ბავშვებს. ღამეებს ათენებდნენ მშობლებთან ერთად, საჭმელი მოქონდათ, სასმელი და მოტივაციას აძლევდნენ მშობლებს, რომ ეს გამარჯვება მოგვეპოვებინა. თქვენ გარეშე ვერ გავიმარჯვებდით. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში გვედგა. ესეთი ერთიანობა ჭირდება საქართველოს. მადლობა. ალექს. მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადავხადო ჩვენ ხარში დგომისთვის და სახმარებისთვის. დალაერთობაშია. მადლობა თითოეულ მხარდამჭერს. შემო მეგობრებო, მე მართალი აქ ვერ ვიყავი სულ თქვენთან და ძალიან ნანობ ამას და ყველას მინდა უთხრა, რომ ვინც არ ვიყავით, აწი უნდა ვიყოთ და კიდე დაგჭირდება ჩვენ ერთმანეთი აუცილებლად. მე სხვანაირად გიჭერდით ხარს პირველი დღიდან. ინგა გრიგოლიას ტელეეთერში მასთან რაფია კიდე მანდ პირველზე ვიყავი მახოსანაიას ტელეეთერში მოკლედ ბევრთან ვიყავი მე ვიყავი ნანიკოსთან ერთად პალიტრანიუსევიჩი ნანასთან ხო სად არის ნანა ხო და რა ვიცი მე ჩემი მწყობრი აზრი მქონდა რომ ორი აზრი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს წამალი ამ ბავშვებს და მიეღოთ და მათი მდგომარეობა უეჭველი გამოკეთდება, ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ერთად, ხო სწორია? ეხლა მე მინდა გითხოთ სიმღერა ვინ იცით და ვის გიყავთ? გამარახეთ ბავშვები თუ შეიძლება სოყოლა. ბავშვებო, ნიკოლოს, სიმღერა არ იცი? არ სიმღერა. აი, არ სიმღერა. მოდი რა ერთად ვიმღეროთ ერთი ჩემი ლექსია, ყველა მიცით ეს სიმღერა და დიდების დამეხმარეთ. ხო, ესეთი ამბავია. შენთვის ვერი საფრის ბოლო კეთილია შენთან დავარ ნურაფრის ეშინია შენთვის ვერი ამყევი საფრის ბოლო კეთილია შენთან დავარ ნურაფრის ვიცოდეთ ყველა სიტყვები ვიცოდეთ და მაგრამ დავწყოთ ხო? კიდე სხვა სიმღერებიც ვიმღეროთ. მართლა გეუბნებით, მე თქვენთან მინდა ვიმღერო. ძალიან ბევრი და ძალიან ხშირად. მიყვარხართ ყველა, ვერ წარმოიდგენთ როგორ. მეგულეთ თქვენ. ახლა, სიგურულად მე ვიცი რა მოგესალმებით, უზომოდ ბედნიერი ვარ დღეს. აქ იმდენი მადლობა დაისხარო არ ვიცი რა. და მე მინდა ვთქვა, რომ მადლობა გადაუხადო ამ ბავშვებს, ამ მშობლებს. საოცრება გააკეთეს ამ ბავშვებმა და ამ მშობლებმა. არ ვიცი, ჩვენ კი არა, თქვენ მოგვეცით მოტივაცია ბავშვებო, საოცარი ბავშვები ხართ.
ალბათ სახელები რო ჩამოთვალო შეიძლება გამოგჩეს რომელიმე და არ ვიცი რეფერებით მე მინდა გითხრათ რომ გართულება მქონდა ყოველთვის და ეწუთანაც კი გართულება მქონდა დღეს ეტლის კი მიყვარს და ეს სტიმული მომცეს ამ ბავშვებმა ეს ბავშვები არიან საოცრებელი და მე მგენა სამყარო ვითარდება ხალხო რობოტები დადიან სხეულში უძღავენ და იმედი გქონდეთ ეს იცოდეთ რომ შეუძლებელი არაფერია პირველი დღიდან როცა მოვედით ამ პირველ დღეს გამოვედით და თქვი ზუსტად რომ 23 წლის უკავი 30 წელზე სიკვდილი მითხრა ექიმმა მაგრამ დღეს ოთხანი ვარ თქვენ ჩემზე დიდხანს იცოცხლობთ ოღონდ ჯანმრთელები ივლის იარსებებს გადაწყვეტას მიიღებს და ყველაფერი კარგად იქნება და იცოდეთ მე თქვენ ღიმილის ბიჭები დაგარქვით თქვენ ხართ ყველას მოტივაცია და ერთი წუთი არ იფიქროთ რომ ვინმეზე დაბლად გახართ ყველასე მაღლად გახართ ალექსი ისეთი სიტყვები თქვა ღმერთთან დაკავშირებით რომ სწორედ ღმერთის ანგელოზები ქვია ჩვენ ყველას ეს იცოდეთ რა და ჩვენ ვართ ის ძალა რომელიც ძალა ძელს გაერთიანებს და თქვენ იმდენ ადამიანს აუხილეთ თვალი იმდენი ადამიანი ჩააღრმავეთ საკუთარ სულში რომ ვერც კი წარმოგიდგენიათ საოცრება გააკეთეთ და მიყვარხართ თითოეული აი გიჟდეთ თქვენ არ ვიცი მე მგონი თქვენ გამოგაჩინეთ ღმერთმა იმიტომ რომ მე იმედი მაქვს რომ დღეის ამას იქი ბევრი ბავშვია კიდე რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ძალიან ბევრი გამოჩნდება ბევრი ამოიღებს მას ბევრი გადარჩება და ეს ცივი შენობა ახლა რომ ვიყურებ ჩვენ ოდესღაც გათბილდება და ჯერა რომ მათი გულები წაინდება სიყვარული და დასაყოფი არაგვაქვს არაფერი და კიდევ ვიმეორებ ჩვენ ყველაზე ძლიერები ვართ და ჩვენ ვართ ის ლოკომოტივი რომელიც აერთიანებს მთელ ქვეყანას და საქართველოს გადარჩება ამ ერთსულობები ამ სიყვარულით ამბედიერებს მშობლებსა და ბავშვებს გაუმართ ვიყვარხარ Propagandisturi mediavi avvizia. I medici მანამდე რამესაც მივხვდით რაღაცა. ემებრებო. ეს მე იმდენი ვისაუბრებოდი აქ მარშების დროს რომ შეიძლება ვერაფერი ახალი ვერ გითხრათ, მაგრამ მაინც მინდა გავიმეორო ერთი რამე, რომ ღმერთმა თუ სამყაროს ჩვენ მოგავლიდა იმ დროში, როდესაც სამყაროს ემუქრება გაცივება, დღევანდე სამყაროს ემუქრება გაცივება და ჩვენი ბავშვები მოავლინა ღმერთმა, რომ სამყარო გაცბეს ეს სამყარო, ამისთვის მოავლინა ეს სამყაროს გასაკეთებლად მოავლინა ჩვენ ეს ღმერთმა და ჩვენ სიკვდილს სამყარო გაცბა მეგობრო აფეთქდა, სიკეთე აფეთქდა ჩვენ იბლი. და ეს იყო თქვენი გულიდან წამოსული სიკეთე. ამიტომ ყველა თქვენ გაგიმართ! მოკლედ ასე დასრულდა დღევანდელი დიუშენის მარში, ბავშვების გამარჯვების და მადლიერების მარში, რომელიც დაიწყო რუსთაველის მეტროსთან, დასრულდა აქ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც მშობლებმა, დიუშენის პაციენტების მშობლებმა 45 დღე-ღამე გაატარეს იქამდე, სანამ მათ ირაკლი კობახიძე შეხვდებოდა ამ შენობაში და მისცემდა პირობას და გააცხადებდა ამ გადაწყვეტილებას, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტული 2 მედიკამენტის უზრუნველსაყოფად. ეს 2 მედიკამენტის შესახებ, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება არის მიღებული უკვე, თუმცა საბოლოო შედეგი, ხელშესახები, როგორც ირაკლი კობახიძეს უყვარს ხოლმე თქმა, გვექნება სადღაც თვენახევარში, 2 თვეში, როდესაც ეს სამუშაო ჯგუფი უკვე დადებს დასკვნას, რომ ეს მედიკამენტები შემოდის. ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე მშობლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეს საბოლოო გადაწყვეტილება სხვადასხვა ფაქტორზე არის დამოკიდებული, მათ შორის ეს არის ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობები, რაც გულისხმობს ფასს. ანუ გაგახსენებთ იმას, რომ მშობლებმა 2 წელი იბრძოლეს აქამდე
ბევრად უფრო ადრე დაიწყეს ეს ბრძოლა, სანამ ღამეების თენებაზე გადავიდოდნენ კანცელარიასთან. მათ მოახერხეს საზოგადოების ძალიან დიდი, ფაქტობრივად შეიძლება ისე ვთქვას, არ მოვერიდოთ ამ სიტყვის თქმას, უპრეცედენტო სოლიდარობის და მხარდაჭერის მობილიზება, რაშიც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს და ძალიან დიდი როლი შეასრულეს სტუდენტებმა, მოძრაობა დაიცავი ილიაუნის სტუდენტებმა, რომელთაც რამდენიმე დღეში შეძლეს 2 მილიონი ლარის მობილიზება, რაც მოხმარდება დიუშენის პაციენტების სხვა საჭიროებებს, რაც მათ აქვთ წამლებს გარდა. გაგახსენებთ ასევე აუცილებლად იმას, რომ 4 მედიკამენტია, 4 თანამედროვე მედიკამენტი, რომელიც სხვადასხვა თერაპიის და სხვადასხვა მიდგომის ფარგლებში სხვადასხვანაირად პასუხობს დიუშენის პაციენტების საჭიროებებს. ამ 4-ვე მედიკამენტის შემოტანას ითხოვენ მშობლები, თუმცა დღეისობით ყოველ შემთხვევაში ეს წინსვლა და ეს გამარჯვება, რასაც მიაღწიეს ოჯახებმა და საზოგადოებამ, მათ გვერდით არის შეეხება 2 კონკრეტულ მედიკამენტს, თუმცა არ ვიცით ჯერჯერობით ეს რომელი 2 კონკრეტული მედიკამენტია, თუმცა აქვე იმასაც გვეუბნებიან, რომ მშობლები რომ გრძელდება მუშაობა სხვა 2 მედიკამენტის შემოსატანადაც. ეს იყო, როგორც უკვე გითხარით, მადლიერების მარში კანცელარიასთან დასრულდა საკუთარ ხანგრძლივი მადლობებით ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მთელი ამ ბრძოლის მანძილზე პაციენტებს, დიუშენის პაციენტებს, ბავშვებსა და ახალგაზრდებს, მათ ოჯახებს გვერდით ედგა. ეს სია იყო ძალიან გრძელი და როგორც ერთ-ერთმა მშობელმა ზაქარია გვიშიანმა აღნიშნა 5%-იც ვერ ითქვა საბოლოო ჯამში, იმდენად დიდი არის ეს მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან და გეტყვით პირდაპირ ჩემთვის ყველაზე ემოციური ამ გამოსვლებში იყო მიუხედავად იმისა, რომ ისაუბრეს თავად ბავშვებმა და ახალგაზრდებმაც, მშობლებმაც, ყველაზე ემოციური იყო 21 წლის ბექაშონიას ზარი, რომელიც იმედი მაქვს, რომ ბევრმა თქვენგანმა მოახერხა, რომ მოესმინა ჩვენი ლაივის საშუალებით. გაგახსენებთ, რომ ბექაშონია არის 21 წლის ახალგაზრდა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით, რომელიც უკვე რამდენიმე წელია სახლი ამას არ დაუტოვებია. იმ არაადაპტირებული გარემოს გამო, რომელშიც მას უწევს ცხოვრება და მისი ვიდეო მიმართვა იყო ერთ-ერთი ალბათ ყველაზე ემოციურიც მანამდე და გარდამტეხი, რომელიც გავრცელდა საზოგადოებაში და რამაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა დარწმუნებული ვარ უამრავ ადამიანზე, რომ და გადააწყვეტინა მათ, რომ უფრო აქტიური მხარდამჭერი გამხდარიყო ამ ადამიანების. ბექაშონია იმ ვიდეოში ამბობდა, რომ მე 21 წლის ვარ, შესაძლოა ჩემთვის უკვე გვიანი იყოს წამალიც, მაგრამ წამალი აუცილებლად უნდა შემოვიდეს ამ ქვეყანაში და შემოვიდეს საქართველოში, რომ მისი მიღება შეძლონ მინიმუმ პატარებმა, ასაკით უფრო პატარა პაციენტებმა მაინც, რომ მათ არ მოუწიოთ იმ გზის გავლა, რისი გავლაც მოუხდა მას და არ მივიდნენ იმ მდგომარეობამდე, რაშიც ის ახლა არის. მოგეხსენებათ, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია არის პროგრესირებადი დაავადება და ასაკის მატებასთან ერთად მას უფრო მეტი სირთულეები მოაქვს, ასე რომ ვთქვათ, და რაც უფრო დიდია ასაკით ახალგაზრდა, მით უფრო მეტი პრობლემა აქვს ის, რაც ახასიათებს ზოგადად დიუშენის კუნთოვან დისტროფიას. ამითი დაგემშვიდობებით დასრულდა ეს მსვლელობაც, ეს სიტყვით გამოსვლები კანცელარიასთან და მშობლების სახელით, როგორც მათ უკვე ერთხელ და არაერთხელ უბრალოდ აღნიშნეს, ყველას გეტყვით აქედანაც გაბაჟღერებთ განმეორებით მათ მადლიერებას საზოგადოების მიმართ იმ ძალიან დიდი და უპრეცედენტო დიდი მხარდაჭერის გამო, რაც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მათი ბრძოლის კულმინაციურ ნაწილში გამოიჩინა საზოგადოებამ პაციენტებისა და მათი მშობლების და ოჯახების მიმართ. თქვენ უსმენთ ნეტგაზეთს. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.